გადმოვიდეთ უკანა მხარეს. უკანა მხარე არის მანქანის ის მხარე, რომელიც მე ყველაზე მეტად მომწონს, იმიტომ რომ აი არ ვიცი, ძალიან სიმეტრიულია ყველაფერი თუ დააკვირდებით. ეს ორი ფარი, რომელიც საკმაოდ აგრესიულად გამოიყურება და რესტაილინგის შემდეგ ვფიქრობ, რომ საკმაოდ განახლდა და ვიზუალურად უფრო კარგი ჩანს. Audi-s ლოგო აქვს შუაში, დიდად, რაც ძალიან მომწონს. და ქვემოთ აი ეს მაყუჩის თავები, რომელსაც არასტანდარტული ფორმა აქვს, მოდით ასე ვთქვა. Audi ამას ტრაპიზოიდებს უწოდებს, მისი ფორმიდან გამომდინარე და როგორც ახალ Audi-ებში ხდება ხოლმე, ფეიკი არ არის, ნამდვილია და ძალიან კაია, აი ფეიკ მაყუჩის თავების იდეას იმენა ვერ მივხვდი ჯერ. რატო აკეთებენ ეგრე? ნამდვილად ვერ ხვდები. ამ შემთხვევაში ნამდვილია. ეს რო იყოს სიტყვაზე S-ი ან RS-ი, აქ ტრაპიზოიდების მაგალითად გვექნება 4 ცალი დიდი ვიხლოპი, რაც სპორტულობას უფრო ზრდებს მანქანას. აი ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ეს მაყუჩები ამ მანქანის ხასიათში ძალიან მაგრაჯდება, იმიტომ რომ ელეგანტურობა და სპორტულობა ერთად არის გადმოტანილი. ერთადერთი aftermarket დეტალი ამ მანქანაზე, რასაც იპოვით, არის აი ეს ducktail-ი, duck spoiler-ი, რომელიც ჩემი გემოვნების მიხედვით დავაყენე და ნახეთ რა ლამაზად გამოიყურება. ერთ მთლიანობაში როგორ უხდება მანქანას. აი ალბათ ducktail-ი ესე ბევრ მანქანას არ უხდება. და აი როგორც კი დავინახე რომ მეთქი აი ზოგ მანქანას ეყენა ეს ducktail-ი, მეთქი ჩემ აექსაც უნდა ეყენოს თქვა. იმენად რთული საყოვნელი იყო რომ გორში ვიყიდე მე გორიდან გამოატანეს გორი თბილისის მარშრუტკას და მე დავხვდი დიდუბეში და მე დავაყენეთ.